ახალგაზრდა ადამიანი ცემით მოკლეს, გამოიყვანეს სახლიდან, ცემით მოკლეს ჯგუფურად და ეს ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა პროპაგანდისტული რუსული არხის თანამშრომელი. გარდაიცვალა შალვა ნათენად, მან ვერ შეძლო რომ დაეძლია ეს უდიდესი გამოწვევა. ვერ პოულობს სიტყვებს, იგორ. ეს ადამიანები საუბრობენ, რომ გარდაიცვალა, გამოწვევას ვერ გაუძლო. ანუ სიტყვა მკვლელობა, ძალადობა, რომ სახლიდან გამოიყვანეს, ცემეს, მოკლეს, ეს არ ახსენეს. ერთს როგორ არ იყო, რომ მოკლეს რა, ჩვენი კოლეგა მოკლეს ცემით, იმიტომ რომ კრიმინალებმა ეს ვერ თქვა. ეს რატო არის ბიჭო, ნორმალური. აი ჩრდილოეთ კორეაში რო ხდება, ხო, ეს ყველა რომ აი ტურისტს რო დაინახავენ, ვერ ესალმებიან. რაღაცნაირად ესე ყველა ჩუმა ბრაზილიის ნაკრებს რომ მოუგეს 1-0. ხო, ჩრდილოეთ კორეაში ეს რო აჩვენოს, რა, ბრაზილიის ნაკრებს მოუგეთ 1. უცებ გააზრეს ეგეთი ნიუ. რაღაც ალტერნატიულ რეალობას ხატავენ. ისე დახატული რომ თითქოს რაღაც დაავადება ჭირდა და ვერ გაუძლო და რაღაცნაირად გულთან როგორ გულთან მიიტანეს, როგორი კეთილი ადამიანები არიან და რეალობაში კეთილები კი არა და ბოდიში და კეთილბო არის. სანამ ახლობელმა ადამიანებმა არ დაწერეს კომენტარები რომ ეს ადამიანი რაღაც მოკლეს ქუჩაში, მანამდე ადამიანებს ეგუნათ რომ ხო რაღაც დაავადებით გარდაიცვალა და ხო, მაგიტო ვიძახი რომ იმედი არის რაღაცა კანტორა, რომელსაც ყავს რაღაც ცენზორები და მართლა სამართლიანი ინსპექტორი ერთი ადამიანის არ აღმოჩნდა იქ რომ გაკვირით მაინც იტყო რომ ეს ადამიანი ვიღაცამ მოკლა და ვიღაცის ქცევა მიმსხვერპლა.